პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადოთ ყველას და მთელ საქართველოს იმ უხერხულობის გამო რაც შეიძლება შექმნას ჩემი მიერ ამ განცხადების გაკეთებამ, მაგრამ არის ნათქვამი თქმა მართლისა, სიმართლისაო, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლათო. ხოდა ვინაიდან ჩვენ ქვეყანაში მართალი სამართლის ქმნა ნელ-ნელა უფრო რთული და შეუძლებელი ხდება, მე მიხდება ისეთი არაპოპულარული და მძიმე განცხადებების გაკეთება, რომელიც პირველ რიგში მე მაზიანებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მზად ვარ ამისთვის ვითვინო შეურაცხყოფა, სამართლებრივი პრობლემები, ლანძღვა, დამცირება, ოღონდ სამართალი და სამართლიანობა არის ღვთისმცნების უმთავრესი, უფლის შემეცნების უმთავრესი საფუძველი. რასთან გვაქვს საქმე? ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ყველა წამხდარს, უზნეოს, ზნედაცემულს და ბიოლოგიური და სქესობრივი ნორმიდან გადაცდინილს ყველას იცავს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის პოლიტიკოსებიც მაქსიმალურად ცდილობენ და წარსულშიც ცდილობდნენ დაეცვათ ასეთი ზნედაცემულობა. თუმცა ჩვენ და სამწუხაროდ არც სახელმწიფო ორგანოები და არც ისეთი ყბადაღებული ხმაურიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ადამიანის უფლებების დაცვაზე, ეს ორგანიზაციები არ იცავენ ტრადიციულ მართლმადიდებლურ, კიდაც მუსლიმანურ და ზნეობრივად სუფთა გაუსვლელ საზოგადოებას, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ დაიცვან წესი, ტრადიცია, მორალი, ოჯახის სიწმინდე, რაც ჩვენ გვაგდებს საფრთხეში. ჩვენი მომავალი თაობების ზნეობა არის საფრთხეში. დღეს მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, როგორ იდევნება ბერი თომა ბეთანელი ეგრეთ წოდებული იაჰოვას მოწმეების დაკვეთით უკვე 3 წელიწადია იდევნება სახელმწიფო ორგანოების პროკურატურის მხრიდან და მე ხმამაღლა ვაცხადებ, პროკურატურა რო არ ასრულებდეს ვინმეს დაკვეთას, ასეთი ტიპის სისულელეს, რაც ბერი თომა ბეთანელის მიმართ გააკეთა, პროკურატურა არ იკადრებდა. პარალელს გავავლებ. პროკურატურამ არ გამოიძია სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა გიგა ბოკერიას, სხვა სატანის მომხრე მოციქულების და ქვეყნის დამარბეվել ამაოხრებლების მიერ გდანში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის შემტრევის და იქ მრევლის ცემის და მამა ბასილ კალავიშვილის შეგნებული დევნის მიმართ. ეს სისხლის სამართლის დანაშაული დღემდე გამოუძიებელია და დამნაშავეები, მათ შორის ეშმაკის ყველაზე დიდი მხარდამჭერი საქართველოში ბოკერია დაუსჯელია. სანაცვლოდ პროკურატურას აქვს დიდი სურვილი, რომ მართლმადიდებელი სალოსი ბერი, მე ამას ტყუილად არ ვაცხადებ, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა პრეცედენტი, რომ მამა გაბრიელი, რომელიც როგორც სახარებაში წერია, ის ქვეყნად იყო და ქვეყანამ ვერ იცნო იგიო. უფალი იყო ქვეყნად, გამოეცხადა კაცობრიობას მხსნელი და ვერ იცნო სამყარომ იგი. მამა გაბრიელი იყო ჩვენთან, ჩვენ შორის მოღვაწეობდა, ჩვენი სულის გადარჩენისთვის დაგვიბარა, რომ მე ყოველთვის თქვენთან ვარო და ვერ იცნო საზოგადოებამ გიჟიაო იძახდნენ. ჩვენ გვყავს ძალიან დიდი წმინდანი ბერი, ნიკოლოზ მარაქაშვილი, მამა გაბრიელის სულიერი შვილი, ვერ ცნობს საზოგადოება სამწუხაროდ
ვერც ოფიციალური და ვერც არაოფიციალური უწყებები. ჩვენ გვაქვს ანალოგიურ შემთხვევასთან საქმე. ბერი, რომელიც თავისი მოღვაწეობით ცდილობს საზოგადოება გამოაფხიზლოს და საზოგადოებას სწორ მიმართულებაზე, მართლმადიდებულ სწორ მიმართულებაზე დააყენოს, ბერი თომა იდევნება იაღოველების ხელშეწყობით ეგრეთ წოდებული მოწმეების გაჩალიჩებული ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით პროვოკაციით და არც ერთი სახელმწიფო უწყება და არასახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაცია, არც სახალხო დამცველი. მე სახალხო დამცველს ვეძახი, რომ ეს არის სახალხოდ თავდამსხმელი და რაღაცა უცნაურება, იმიტომ რომ სახალხო დამცველს არასდროს დაუცვია ზნეობრივი ნორმების მხარდამჭერი ხალხი. სამაგიეროდ წარმატებით იცავს ყველა ტიპის უზნეობას. წარმატებით იცავს ყველა ტიპის ნედაცემული ადამიანების უფლებებს. თუმცა არასდროს დაუცვია ისეთი მაღალი ღირებულებების მქონე რელიგიური ინტერესები, როგორიც არის მაგალითად არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა, რომ არ არის გამოძიებული რელიგიის წარმომადგენლების დევნა და არსად არ გაკეთებულა განცხადება, რომ ბერი თომას მიმართ მიმდინარეობს დევნა და ვინმე დაიცვას ეს. აი ესეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. პრაქტიკულად რა ხდება? ჩემი დიდი ძალისხმევით შეიძლება ითქვას, რომ თავი კინაღამ შევწირე ამ საქმეს, სასამართლოში მადლობა ღმერთს მოხერხდა და დადგა ბერი თომას მიმართ გამამართლებელი განაჩენი იმ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ტყუილად დევნიდნენ ბერს. მაგრამ მანამდე მოხდა ბევრი საშინელება და პროკურატურამ ბერის მიმართ მოითხოვა ისეთი ღონისძიება აკვეთის, რაც შეუდარებლად ძიმეა და წარმოუდგენელია და რასთან გვაქვს საქმე? გვაქვს საქმე იმასთან, რომ იაღოველებმა მოუწყვეს ბერ თომას პროვოკაცია და ღვთისმშობლის ხატი, რომელიც აგერ ჩემს გვერდით ბრძანდება, ღვთისმშობლის ხატი შეურაცხყვეს იაღოვას მოწმეებმა. ეს იყო შეგნებული პროვოკაცია. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციები ხდებოდა ბევრი სხვა მღვდელმთავრის ან მღვდელმსახურის მიმართ და სამწუხაროდ ყველა შემთხვევაში რელიგიის წარმომადგენლები იდევნებიან და სხვადასხვა ეგრეთ წოდებული სექტები თავის დაძვრენას და თავის დაცვას ახერხებენ. სასამართლომ შეძლო და დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. აი ეს ხატი, რომელიც აქ ბრძანდება, ეს არის საქართველოში უიშვიათესი ხატი. ერთი ხატი ბრძანდება ათონზე და ერთი ხატი ბრძანდება აგერ მამა თომა დააბრძანებს 10-12 წელიწადია ამ ხატს. ეს არის თირისის მონასტრის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც გადმობრძანებულია სამაჩაბლოს ტერიტორიიდან მამა თომას მიერ და ეს დევნა, რაც ახლა განვაცხადე, დღეს არ ხდება. ეს დევნა ხდებოდა წინა მთავრობის დროსაც, როდესაც ეგრეთ წოდებულმა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ იქ ხატების გადმოსაბრძანებლად შესული მამა თომა გამოუშვა იქიდან. ხატებიც გამოატანა. ეს არის ვახტანგ მეექვსის შვილის, როსტომ ბატონიშვილის ეკლესიის ხატი. ეს არის სამეფო ხატი და მაშინდელმა ეგრეთ წოდებულმა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მამა თომა გამოუშვა და საზღვრამდე მოიყვანა, თან გამოატანა ხატები. ანუ იმათ არ შეურაცხყვეს ბერი. მაგრამ საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარში შემოსული ბერი თომა დაკავებული იქნა და გასამართლებული იქნა წინა შემთხვევას ვამბობ, ისეთი სისულელისთვის თითქოს ბერი თომამ ეს ხატები იქიდან მოიპარა. ხატები დაპყრობილ ტერიტორიაზე შებძანდა და თავისი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიტანა და გაასამართლეს. ეს განსაცდელი ღირსეულად დაითმინა ბერმა, მაგრამ ახლა გრძელდება იგივე. ახლა ხატის მიმართ შეურაცხყოფის გამო
ხატის მიმართ შეურაცხყოფის გამო იაღოველების მიმართ თითქოს და განხორციელებული ცემის და ცემა მდგომარეობს იმაში, რომ ხატი შეურაცხო ერთმა ღვთისგანაცდენილმა და მამა თომამ სილა გააწნა მას ხატის შეურაცხყოფისთვის. უწმინდესის ლანძღვა, რომელიც ღიად ისმოდა და ისმის საქართველოში. ამისთვის მამა თომა გასამართლებული იქნა, მაგრამ საქალაქო სასამართლომ მადლობა აღმოჩნდა დაადგინა გამომართლებელი განაჩენი. ამის შემდეგ დაიძრა ისეთი მძიმე პროცესები, რომ მიმდინარეობს პირდაპირ ზეწოლა მამა თომას მიმართ და მე როგორც მაქვს ინფორმაცია დანარჩენს მამაო მოგახსენებთ, ეს ზეწოლა მომდინარეობს პირდაპირ ამერიკის საელჩოდან. იმიტომ რომ სამართლებრივ ისტორიაში თურმე არ მომხდარა შემთხვევა, რომ იაღოველები გამტყუნებულიყვნენ და მაგათთვის ყველაზე ტკივნეული არის, რომ მართლმადიდებელი ბერი გამართლდა იაღოველების მიმართ საქმეში. არ დაისაჯა მართლმადიდებელი ბერი. პირდაპირ ამერიკის საელჩოდან ხორციელდება ზეწოლა. პირდაპირ ამერიკის საელჩოა დაინტერესებული ბერი თომას დევნით. და მე არ შემეშინდება ამ განცხადების, რასაც ახლა ვიტყვი. საქართველოს პროკურატურამ არ უნდა მოიჭრას კიდევ ერთხელ თავი, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გამომართლებელი განაჩენი გასაჩივრებულია და პროცესი დანიშნულია სააპელაციო სასამართლოში 4 აპრილს 17 საათზე. საქართველოს პროკურატურამ აქედან მიმართავ მთავარ პროკურორს და აქედან მიმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოში ხდება გარე ჩარევით, იაღოვას მოწმეების დაკვეთით, გამართლებული განაჩენით, უკვე გამომართლებელი განაჩენით დადგენილი მართალი სამართლის გამორუდება და საქართველოს პროკურატურა ამაში მონაწილეობს. მთავარ პროკურორს მიმართავ, ვიცი რომ თქვენ ღირსეული ოჯახის შვილი ბრძანდებით, ბატონო ირაკლი შოთაძეს მიმართავ, ვიცი რომ ღირსეული ოჯახის შვილი ბრძანდებით, წეს ტრადიციის მიმდევარი ოჯახის შვილი და თუ ეს თქვენი გვერდისავლით ხდება, რომ პროკურატურა გამომართლებელ განაჩენს იმიტომ ასაჩივრებს, რომ საზღვარგარეთიდან არის ზეწოლა, მაშინ გამოდით და თქვით საზოგადოების წინაშე, რომ ბერი თომას განაჩენის გასაჩივრება ზეწოლის გამო ხდება. გაბედეთ არა უშავს, ჩვენ დაგიჭერთ მხარს. ჩვენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები დაგიჭერთ მხარს. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მომწონს, რომ ოჯახის ინსტიტუტის მიმართ კონსტიტუციაში პირდაპირ ჩანაწერი კეთდება, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთიანობა. ძალიან მომწონს. მაგრამ თქვენი პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანაში იდევნება მართლმადიდებელი ბერი და მას არავინ არ იცავს. თქვენ შეგიძლიათ ეს ახლა და ამ დროს გააკეთოთ. და ნუ მოვიქცევით ისე, როგორც მოვიქეცით ბერი გაბრიელის შემთხვევაში, ნუ მოვიქცევით უფრო უზნეოდ, მოვიქცეთ უფრო ღირსეულად. თქვათ თეთრზე თეთრი და შავზე შავი. განვაცხადოთ, რომ საქართველოში ყველაფერი უზნეო მხარდაჭერილია და ყველაფერი წესიერი არის დაკნინებული. ეს თუ არ იქნება შესმენილი, მე გპირდებით, რომ 100,000-ობით ადამიანს გამოვიყვან სასამართლოში და 100,000-ობით ადამიანს გამოვიყვან ქუჩაში. ან დაანებეთ თავი მართლმადიდებელი ბერების და მართლმადიდებელი მრევლის დევნას უცხოეთიდან მითითებით. ან ძალიან ცუდ პროცესებს მიიღებთ, არ გაშინებთ, მართლა მიიღებთ. ჩვენ ქვეყანაში ოდიდანვე იყო შემოსევა. თუ მემატიანეს გადავავლებთ თვალს და ჩვენ დაგვიცა ღვთისმშობელმა, უფლის კალთამ და უფლის მადლმა. მეფის ხანაში გლეხი გუთნით მიწას ხნავდა და ხმალი ეკეთა წელზე და უფალს ადიდებდა. და დღემდე მოაღწიეთ 300
სამი საუკუნე მაჰმადიანებიც მეფობდა, ხალხს სულისკვეთება ჰქონდა, ზნეობა ჰქონდათ და დღეს მოიტანაო ესო ცივილიზაციამ. იმიტომ მოიტანა ცივილიზაციამ, უწინ ხმლებით გვესეოდნენ, ეხლა ინვესტიციებით გვესევიან, ეხლა მითითებით გვესევიან. და უფალს დიდება ჩვენ ყავდა ყოფილა მოღალატე მეფეების და ყოფილა თავდადებული მეფეები. და წასულში ასეთი უმგზავრება ეხილა ადამიანს მეფე თავის ხელით ან თავს წააცლიდა ან თვალებს დაჩიჩქრიდა ან მაჯას მოჩეხდა და ან ქუსლებს დაათლიდა სამშობლოს ღალატისთვის მამულის ღალატისთვის და ქვეყნის ღალატისთვის მის ხალხის ღალატისთვის ისა გასაოცებელი მეფეს წასულში ვინმე მოახლე ყოლდაგი მეფე იყო ხალხის მოახლე მეფე იყო ქვეყნის მოახლე და დღეს ყველას უნდა იახლო სიდაც უნდა ისე მიყავს საქმე ძალიან ცუდია ის ჩვენ მიმეცის საშუალება ტელეკომპანიებით გამოვიდეს მამალთმთავრები გეები და მასთან პატიოსანი ადამიანები მსჯელობა კიდე ჯაჯანიძე გიას გადაცემა იყოს კიდე სხვა ის ტელეკომპანია თვითონ წაპირწულია ვისაც გეები გამოყავს ალბათ თვითონ გეებია მე მინახია გეები მასში ტელეკომპანიაში ნეჟნაია მადონასავით დადიან და ეს გოგონები თავს იკლავენ პახოტკა მქონდეს მაღალქუსლიანებს იცვამენ და გამოვიხედებოდნენ და იქ ბოტასებით დადიან ხაძეც მთხვევა უნდათ გიგნაძეც იყო მამაო ხაძეც მთხვევა უნდოდნენ სამთელის წოდით მეტი და გეებს უნდა დაესვათ კიდე შეკითხვები ბოდიში მე გეებთან დიალოგში შევდიოდი და ასევე გეტყვით მე თუ მდევნიდნენ ჩემთვის უმნიშვნელოა ციხეში გამიშვებენ ჩემთვის უმნიშვნელოა თავს წამაცლიან ისიც უმნიშვნელოა ჩემთვის ჩემ ლეშითაც თუნდა გამოიყვებონ ეგ სულს ვინ შეეხება მე მინდა ჩემი მამული ჩემი სამშობლოები და ეხლა მოგიყვებით ზოგადად მივდიოდი 10 საათი იყო დილი და მოდიოდა ვიღაც ქალი და კაცი შავი დემონი თქო და გავწდი ესეც და მივედი ახლოს და გისმენთ მეთქი გისმენთ ბიბლიაც წაგიკითხავთ გისმენთ მეთქი თქვენო ხალხს ატყვილებთო ნახაძე ამთხვევინებთო სიწმინდეებზე გადავიდნენ ლანძღვაზე კაი მე მლანძღონ უმნიშვნელოა შემდეგ ასევე თქვენ ძალიან მიმძიმდა ეს სიტყვის ამოთქმა სამი თვეზე მეტი შოქში ვიყავი ისეთი თქვა მიაყოველმა ჩვენო ცოცხალი ეღოვა ვკავსოთ ხო და თქვენო დევნითო გეებს და მოკლედ ვიტყვი უწმინდესზეც გაგვიგონია მე ბოლოს თქვი ცლიფს ამოვიელოღლოღე ისიც კი გეიაო და მაშინ მткиფე თუ ხელი ვაჯახე თუ ცოცხალი წავიდა მადლობა უფალს იმიტომ ასეთი ნაგვისთვის სხვა საქმეებია კიდე წინ ესო განაცხადენ ასე სუძე ესო მამაოაო და აქეთო ლოკაში ტკიცონო ის ლოკა უნდა დაუდვას ისე იგი გებმა უნდა მცემოს და იმან უნდა მცემოს იაყოვლება ძალიან დიდი ბოდიში საყდელოება მიცოდა ფოლადის საიდუმლოება ფოლადის და ჭედდნენ ხმლებს შუბებს ჯაჭვებს ქვეყანას ხო გაუძნელდებოდა ხმალი ეგენა ხმალი ჩოხა ეცვა
უმეტეს შემთხვევაში და დააშმოვდა ხმალს მეფის ამალს გადალოცავდა ხმალს დააშმოვდა და წინ მიუძღო და ლოცვი და იბრძოდა სიწმინდის მამულის დასაცავად და დღეს ამბობენ ლოყაში უნდა ატკიცინონ ბოდიშ მოვიხდი თავი დავგანებონ გეიზმი თუ უნდა წავიდნენ ჰოლანდიაში და წავიდნენ ასევე შტატებში ჩვენ გვინდა სამოციქულო ეკლესია ჩვენ გვინდა დედა ეკლესია ჩვენ გვინდა მომავალი და ჩვენ გვინდა კიდევ აფხაზეთის სამაჩაბლო ბათუმი და კომპლეტი ხო გაყიდულია მესხეთი ჯავახეთზია ბძოლა ყაზბეგზია სვანეთზია კახეთი ბატონო გაყიდულია ჯალალედინის ხალხს უნდათ ხო ჩემ ბაღში წყალი გამოუშვი ისიც ნისიათ და ეხლა თელავში შემოასახლენ ათობით ჯალალედინის ხალხი აი გაელვებაში ამოვიდნენ მიწიდან სამ გლეხს ქონია იქ თელავში მიწა და წაიღენ ის მიწა ვის უშავებ წოდებულო მეუფეებო ზოგს კიდე კაი მამოები ვყავს ეხლა იმასაც განვაცხადებ წავში გაისხნა ეკლესია მამაიობი იყო გეგეშიძე იღუმენი წინამძღოლი და მეუფე იობი მეუგდება თომა შეიმოსე სადმაგ საშუალება მეთქი ალბათ გებახსოვნება მეუფე იობი შევიმოწო მამაიობი შეგმოსავს იქ ხატიცა უძველესი მიბრძანებული სანთელი შემეძლო თუ რაღაც თანხა შემეძლო ეკლესიის მშენებლობა მოვიდა მამაიობი და მეუფე იობმა თქვა ჩოხით შეიმოსე და მე შემოსილი ვიყავ მეუფე ათანასე ჩახავაშვილის გამო ვისა საწინააღმდეგო მე იმას ვამბობ თავიდან საწყისში უნდა გაიწმინოს ჩვენი ეკლესიები გეებიდან და სუკის აგენტებიდან ეს მე ხმამაღლა განვაცხადე კი რაღამ ჩამკოლეთ სიონის კოლეჯიდან გამოყვენ ჯგუფი ლაძღეთ ხალხში მამათობა ხალხს ესმის ყოველივე და იცის და უწმინდეს მას დის სამებაში თომამო ვინა ეს სატანები ზოგი უფლის სახლიდან მაგდებს მეთქიდა თომაო ყველგან გაგვაქვს შესulis უფლება და ქადაგების უწმინდეს მაგვა ვინ აგემატება დედამიწაზე უფალი აგემატება მხოლოდ და უწმინდეს შეეკითხეთ თუ გისმენს ვინმე კაციშვილმე მისმენ მე უსმენს ყველას ხოდა იმას ვიტყვი ჩემთვის უნიშნელოა სიდან იქცევიან ისინი ნიშნელოვანი ისაა ჩემთვის მე მხოლოდ ვეკტნობი უფლის სიტყვას ცოდვილიანი თომა და უფლის სიტყვას ვიქადაგებ ვინ მეუფე ასე იტყვის შოტებული ვინ ისე კიდე ცოტა კაი მამაოები სენაკშიც მქოლავდე მე მელკიდესეს მაგი მივიღო ჩამიყუდა და შიო 5000 კაცი იმიტომ 10 მილიონაში აფასენ ჩემი სიცოცხლე და კვიციანი გაქცევაში ხო იყო 100,000 იყო შეფასებული კვიციანს მეუბნებ კაცო შენ 100,000 შეგაფასებ შენი სიცოცხლე და მე 10 მილიონად და თომაო 100,000 დამატე მაგ 10 მილიონს ყველა გაყიდულია დღეს ჩვენ ქვეყანაში გოჯათა გაყიდული მიწაწყალი ჩვენის ქვეყანა უნდათ და ჩვენი ხალხის მოსპობა უნდა იმ შტატებს ჯოლმაკეი 4ჯერ იყო ასული სვანეთში და სანამ მუში დაძებოდა 3ჯერ ჩამოუზიანა სვანეთში წყალი დიდდება ყინულოვანი ოკეანები დნება წყალი მოიმატებსო დონესო და ეს დავჯდები იმაშიო სვანეთი ხომლის მთები დიდებულია ყაზბექი ჩვენ ისეთი ლოცვა ვიცით 17-ში ყაზბეკ
კავკასიონის ჩამოიშალა. კავკასიონისმა ულკალმა გაიღვიძა ხო აქ გასაიდუმლებული და ასევე წყადიდობა, ცეცხლის წვიმა, კოხი და ხელისუფლება მიშველი. სინანული კაციშვილს ჰქონდეს კაბოდი მამაო კელიდან თუ ეკლესიიდან ხალ გააგებინე სინანული ვიჟებით უბლისგან. ამას ხო ამბობ ისის თვალებში შობივით ხვდებათ და მეფე უნდა მოვიდეს მეთქი დამოუკიდებელი კანონი უნდა მიიღოს ჩვენ ქვეყნისთვის ჩვენ ხალხისთვის ეს ხდება თვალში ჩვენ ქვეყნიდან უნდა განიდებნონ სექტადები ჩინელები ზანგები ინდოელები ინდიელები ვის ეხლა შემოვიდა ვის შეისყიდა მიწაწყალი ჩვენი და გაყიდენ ყოველივე და ამისათვის უნდა მოვიდეს მეფე მეფე მიღებს დამოუკიდებელ განაშტატების ზეწოლით ან პუტინის ზეწოლით წავალ მე უცხოეთში ბატონო წავალ ჯიბის მეკოლება სინამდვილის ვიქნები მხოლოდ სადავტოვო ჩემი ხალხი ჩემი ქვეყანა დალოცვილი ყავით სიკეთე და მადლი მოგცენ უპარო დიდება მომავალ სიმედი გქონდეს სუფლის სახელით უნდა გამოვიხვიძოთ და კვლავ უნდა აღვსდგეთ ჩვენ мама პაპათა მგზავსად მათი ბესვები ცოცხალია და მასზე აქ მოვცენთ დისამებას დიდება мама ძისა და სულიწმინდის სახელი და დისამებას ხო განვადიდებთ ისეც განდიდებულია ჩვენი ქვეყანა ჩვენი ხალხი და ჩვენ გავდიდებით მასში